Დაახლა წლის გახმაურებული საქმეები 2016 წელს რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე დადგა განაჩენი, მათ შორის საქმარშვილის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო პროცესი, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე ნაფიცმა მსაჯულება გადაწყვეტილება პირველივე სათათბირო ვადაში ერთხმად მიიღეს. წლის განმავლობაში მოხდა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა და თავდასხმაც. 2016 რეზონანსული კრიმინალური შემთხვევები და გახმაურებული საქმეების სასამართლო დავები თამარ გოგესაშვილის რეპორტაჟში. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული მაგდა პაპიძე ცნო დამნაშავედ 2016 წლის ყველაზე რეზონანსული სასამართლო განხილვა მაგდა პაპიძეს უკავშირდება. ნაფიცმა მსაჯულებმა გამომტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს ქმარშვილის მკვლელობაში ბრალდებულს. თითქმის 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ 12-მა მსაჯულმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და პაპიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ კი მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცავებმა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი იპოვეს. მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილმა ბიძინა კუჭავამ კი გამოძიების ოფიციალური ვერსიით დევნის ოპერაციისას თავი მოიკლა. დღემდე უცნობია დანაშაულის ოფიციალური მოტივი. ვაკეში საკუთარ ავტომობილში რამდენიმე გასროლით მოკლეს სოსო ჯოხაძე, თავდამსხმელი პოლიცია მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. მკვლელობისთვის ბრალი ბადრი ნათობაძეს წაუყენეს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა წარსულში დაპირისპირების გამო შურისძიების მიზნით მოხდა. გასულ წელს სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა. გამოძიებამ მოგვიანებით რამდენიმე პირი, მათ შორის კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. სტრასბურგის სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის 2 მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება კი იუსტიციის სამინისტრომ დიდ პალატაში გაასაჩივრა. თითქმის 1 წლიანი ძიების შემდეგ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად, ბრალდებულებად კი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები გამოაცხადა. გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება შეწყვიტა. უწყებაში თქვეს, რომ მან თავი მოიკლა. მოტივად ფინანსური კრიზისი დასახელდა, ოჯახის წევრები ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და შოთაძის უწყებასთან კითხვები აქვთ. უზენაესმა სასამართლომ გამომართლებელი განაჩენი გამოუტანა ექსპერტს, რომელმაც ზურაბ ჟვანიას ცხედრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა. მოსამართლემ დამნაშავე ცნო დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული ვანო მერაბიშვილი და კუდის 2 ყოფილი მაღალჩინოსანი. ავტუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამომტყუნებელი განაჩენი დადგა რათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძეს იგივე მასტერას მიმართ. 2016 წლის ყველაზე შემზარავი კრიმინალური შემთხვევა რიტუალური მკვლელობა იყო. გამოძიების ოფიციალური ვერსიით 19 წლის შვილმა 2 თანამზრახველთან ერთად 76 წლის დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშა, გაგუდა და მოგვიანებით დანით ჭრილობაც მიაყენა. ბრალდებულებმა გვამი დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელის მიმდებარედ დაწვეს. სახელმწიფო ბრალდებამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ რიტუალური მკვლელობისას გამოძიებამ კანიბალიზმის ნიშნებიც გამოკვეთა. სასჯელი ზომად განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. პოზიციების მოსმენის მიუხედავად მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომავალი წლისთვის გადადო. თავს დაესხნენ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს საბურთალო სასაფლაოზე დაზიანებები ცეცხლსასროლი, იარაღითა და ბლაგვის საგნით მიაყენეს. სამართალდამცავებმა ლევან მექვაბიშვილი დააკავეს, მოტივად პირადი უთანხმოება დასახელდა. თავდასხმა მოხდა კიდევ ერთ პოლიტიკოსზე, გივით არგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. ნაციონალური მოძრაობის წევრთან ერთად მისი მძღოლი და 5 მოქალაქე დაშავდა. 3 დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ მასთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირები დააკავეს. პროკურატურამ განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო 3 გახმაურებულ საქმეზე ახალი გარემოებების საფუძველზე. საგამოძიებო უწყებამ გია გვიჩიანისა და სხვა მსჯავრდებულების, ასევე გენერალ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებული თამაზ გოგიასა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის მსჯავრდებული ნორა კვიციანის საქმის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ახალი გამოძიების ინფორმაციით 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების ბრალდება არ დადასტურდა. 5 წლის წინ მათი დაკავების მიზეზად 26 მაისის აქციაზე გადაღებული ფოტოები დასახელდა.
უცვლელად დარჩეს თბილისში. ხუთიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე. პირველის მსგავსად მეორე ინსტანციამაც რუსთავიორის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მოგვიანებით საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო, თუმცა კოლეგიამ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. თავაზე გადაწყვეტილება 2017 წლის იანვარში უნდა გამოცხადდეს. სასამართლო განხილვის ეტაპზეა ტელეკომპანია იბერიის საქმე. პროკურატურამ ტელეკომპანიის დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს წაუყენა. 2016 წელს უპასუხოდ დატოვებულ კითხვებზე პასუხს საზოგადოება მომავალ წელს დაელოდება. რეზონანსული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით გიგი უგულავას, კაბელებისა და რუსთავიორის საქმეზე.